არჩევნებამდე 3 კვირით ადრე უსუფაშვილი რესპუბლიკელებმა ზესტაფონელ ელექტორატთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინეს პარტიის ნომერ 1 ფიგურა თინა ხიდაშელის შესახებ. ფრანგული კომედია ბლეზი თეატრალური სეზონის პირველი პრემიერა ზესტაფონში. ზესტაფონის 17 წლამდელთა პირველი საშინაო მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ფეხბურთი დაბრუნდა, რა განცხადებას აკეთებს ზესტაფონის პრესამსახური კლუბის მენეჯმენტის მიერ საფეხბურთო სეგმენტის მხარდაჭერაზე ზესტაფონში. საპარლამენტო არჩევნებამდე 3 კვირით ადრე უსუფაშვილი რესპუბლიკელების საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ამომრჩევლებს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი წარუდგინა. უსუფაშვილის თქმით, აუცილებელი ელექტორატმა არჩევანი ევროპული სახელმწიფოსა და მრავალპარტიული პარლამენტის სასარგებლოდ გააკეთოს, რათა ის პროდუქტიული გახდეს. ამისათვის კი მისივე განცხადებით საჭირო ამომრჩეველმა წინამოწვევის პარლამენტის წევრთა საუკეთესო 5 ოლქში შემავალ დეპუტატს მხარი დაუჭიროს. რესპუბლიკურ პარტიას მხარი უნდა დაუჭიროთ, თუ ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო გვინდა ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. რესპუბლიკურ პარტიას მხარი უნდა დაუჭიროთ, თუ გვინდა ვიხილოთ პროფესიონალები პარლამენტში. რესპუბლიკურ პარტიას მხარი უნდა დაუჭიროთ, თუ გვინდა ვიხილოთ ხალხი ქვეყნის სადავეებთან, რომლებსაც აქვთ ერთდროულად პრინციპებიც, გამოცდილებაც, მომავლის ხედვაც და უნარიც ემსახურონ ჩვენს ქვეყანას. ეს ჩვენ 10 წლეულების მანძილზე დავამტკიცეთ. ჩვენ ძალიან ახლოს მივედით რესპუბლიკელების მიერ გაცხადებულ მიზნებთან, რომელსაც ჩემდა გასახარად, ჩემდა სასიხარულოდ, ჩემდა საბედნიეროდ საქართველოს უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. ეს არის ევროპული არჩევანი, საქართველოში ევროპული დონის თავისუფლების და კეთილდღეობის სტანდარტის დამკვიდრება. ამას სჭირდება შრომა, ამ შრომას სჭირდება მშრომელი პარლამენტარები პარლამენტში და ამას სჭირდება ორგანიზებული პოლიტიკური ძალების თანამშრომლობა პარლამენტში. კარდაკარ შემოვლის პრინციპითა და საჯარო შეხვედრების ფორმატით თინა ხიდაშელი ამომრჩევლებთან წინა საარჩევნო შეხვედრების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს და თავის ხედვებსა და გეგმებს აქტიურად აცნობს, რათა ზესტაფონისა და ზესტაფონლების ხმა და მათთვის მებრძოლი იყოს საქართველოს პარლამენტში. ერთგვარი წარდგენა იყო, კამპანია უკვე ბუნებრივია თითქმის დასასრულს ახლოვდება, სულ 3 კვირა დაგვრჩა არჩევნებამდე და იმერეთში ასე გქონდა დაგეგმილი, რომ იმერეთის რიგის დროს მოხდებოდა ჩემი წარდგენა და არა რაიმე ცალკე აღებული. დღეს იყო პარტიის ლიდერი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი ბაღდადში, ის იყო ზესტაფონში, იყო ხარაგაულში, აქედან შეხვედრა არის ასეთივე ქუთაისში. ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ვესაუბროთ ადამიანებს. კამპანია ბევრნაირი ფორმით მიმდინარეობს, დაწყებული კარდაკარიდანაა ესეთი დიდი შეხვედრებით გაგრძელებული, იმიტომ რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ, ზუსტად დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ყოველდღიური პრობლემებით ხარ შეწუხებული, მათი ყოველდღიური პრობლემების მონაწილე ხარ და გინდა რომ ამ პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარო. არსებობს პოლიტიკური ამოცანები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, უსაფრთხოების ამოცანები მაგალითად იგივე, მაგრამ არსებობს ამოცანები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების ოჯახების წინაშე დგას. თუ ამ ორის ერთობლიობა არ მოხდა, შეუძლებელია წარმატებაზე ვისაუბროთ. ზუსტად ამიტომ აქვს ამ კამპანიას ორი ტიპის ფორმატი. კარდაკარი, სადაც სწორედ იმ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, რაც ყველა ადამიანს აწუხებს და უფრო საჯარო შეხვედრები, სადაც ქვეყნის წინაშე მდგარ გლობალურ გამოწვევებზე და ამოცანებზე ვსაუბრობთ. მადლობა მინდა უთხრა ზესტაფონელებს მოსვლისთვის, ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ჩვენ კიდევ ბევრი ასეთი შეხვედრა გვექნება წინ.
პრემიერა უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე ახალი სეზონი ფრანგული კომედიით სახელწოდებით ბლეზი გაიხსნა. პიესის ავტორი კლოდ მანია, მისი თეატრალური ვერსია კი რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ შემოგთავაზა. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟია ბლეზი, მასზე აგებული ნაწარმოების მთელი სცენარიც. ბლეზი თავის მეგობარ ქალ ჟენევიევას გეგმის მიხედვით ავანტიურაში გაეხვევა. მათი ერთადერთი მიზანი ფულის შოვნაა, რისთვისაც მილიონერ კლებერის ოჯახს დაუახლოვდება. სიუჟეტი საინტერესოდ მიმდინარეობს. ფინალში მოვლენების სახალისოდ განვითარდა და მაყურებელმა სრულიად საპირისპირო მხრიდან დაინახა კლებერის ოჯახიც და მოსამსახურე მარიც, რომელმაც ბლეზთან ერთად პიესის მთავარი სათქმელი გადმოგვცა. პრემიერამ ერთიანად კმაყოფილი დატოვა ზესტაფონელი, მაყურებელი და მასში მონაწილე მსახიობები. რეჟისორის თქმით, ყოველი პრემიერა მათთვის დღესასწაულია და მაყურებელს და მთელ შემოქმედებით კოლექტივს მადლობა გადაუხადა. პირველი წარმოდგენა, რასაც პრემიერა ქვია, პირველ რიგში დღესასწაულია ეს თეატრში და მინდა თეატრის მიულოცოთ დღესასწაული მიულოცოთ ზესტაფონელ მაყურებელს მიულოცოთ მთლიანად შემოქმედებით ჯგუფს და რა თქმა უნდა ხა პრემიერას თან ახლავს ყოველთვის ძალიან დიდი ხალხი, ძალიან დიდი ემოცია და როგორც ნივთი მაყურებლის რეაქციებიდან მაყურებელმა სპექტაკლი მიიღო და კმაყოფილი დარჩა. მთავარი ფიქრი ჩვენთვის ეს არის და ჩვენ მაყურებლისთვის მუშაობთ პირველ რიგში. დიდი მადლობა მაყურებელს, შემოქმედებით ჯგუფს, მთლიანად ზესტაფონს, თეატრს და ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ რეაქციებით ძალიან მოეწონა ხალხს სპექტაკლი და ძალიან ბედნიერი ვარ ამ წუთში. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მაყურებელმა მიიღო და დაიგო ჩვენი შრომა, ნახა. იმდენად აღფრთოვანებული ვარ და იმხელა ემოციები მაქვს ახლა, რომ ვერც გამოვხატა ვისე, კმაყოფილი დავრჩი. ძალიან სასიამოვნო სპექტაკლი იყო, ახალგაზრდა მსახიობები ძალიან კარგად თამაშობდნენ ამ სპექტაკლში და მაყურებელმა ძალიან ისიამოვნა. საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის 17 წლამდელთა გუნდის პირველი საშინაო მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ფეხბურთი დაბრუნდა. თბილისური ავაზას მასპინძელი გურამ მაზმიშვილის გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გახდა. მატჩი დაძაბული ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ზესტაფონელები ღირსეული წინააღმდეგობის მიუხედავად დამარცხდნენ ანგარიშით 0-1. ფეხბურთის გულშემატკივრებმა კლუბის მენეჯმენტის მსგავსად 17 წლამდელთა ჩართვა საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღეს როგორც ზესტაფონში ფეხბურთის დაბრუნების ნიშანი. ძალიან მიხარია, რომ დღეს არის წყინვალე დღე, ჩვენი ჭაბუკები ატარებენ ცენტრალურ სტადიონზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თამაშს თბილისის კლუბ ავაზასთან და დიდი წარმატებები მინდა მათ უსურო ამ ძნელგზაზე და მინდა რომ ძალიან დიდი ფეხბურთი ითამაშონ და ზესტაფონში ფეხბურთი ბრუნდება და იმედი მაქვს რომ ის ფეხბურთი დაბრუნდება, რომელსაც ასე ველოდებით ზესტაფონელი გულშემატკივარი. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის და ზესტაფონი დაბრუნდება საქართველოს ჩემპიონატში და ევროსარბიელზე. შეხვედრის მიმდინარეობისას საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ კლუბის მენეჯმენტის მხრიდან ფეხბურთის ხელშეწყობაზე ისაუბრა და განმარტება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ფეროშენადრებთა ქარხნის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედნის ამორტიზების გამო მარგვეთი 2006-ისა და სხვა ფეხბურთით დაინტერესებული მოზარდებისთვის ჩხეიძის ქუჩაზე არსებული საფეხბურთო ბაზის კარები გაიხსნება, სადაც შესაძლებელი იქნება ვარჯიშიც და საჩემპიონო მატჩების ჩატარებაც. ხელოვნურსაფარიანი სტადიონი ამ სტადიონის ამორტიზაციის გამო და ტრავმისა და ასე ვთქვათ უბედური შემთხვევის დიდი ალბათობის თავიდან ასაცილებლად აი ამ მიზეზების გამო დახურული იქნა სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად და ჩვენ ასე ვთქვათ იმ გუნდებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ და ასპარეზობდნენ ამ მოედანზე, პირველ რიგში გულისხმობ საფეხბურთო კლუბ მარგვეთი 2006
წარმომადგენლებს შევუთვალეთ და წერილობით ვაცნობეთ გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელობას, სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობის იმის თაობაზე, რომ მზადა ვართ გამოვუყოთ ჩვენი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ბაზის მინდვრები, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ეხლაც.